აჭარიდან ჩამოტანილი ჩემს კოლექციებში ბევრნაირი რამე მაქვს. ისეთი უცნაური წესით კაც რომ არ უნდა აინტერესებდეს. მაგრამ ეს ტექნიკა ამ ბაიღების ქსოვის დაკარგულია. ეს არის დასგაზე მოქსოვილი ლენტები, რუსული სიტყვა რომ მიხმაროთ, კისმები, ხელით მოქსოვილი ყავრის ფირფიტებზე იქსოვება. აღარა, ამის მსოველი აჭარაში აღარა. ნახე როგორი ორნამენტებია, აი ყველა რომელიც არ უნდა გაშალო, ყველაში ეს ყველა დაკარგული ორნამენტია. ამის მსოველი ვეღარც ერთი ვეღარ ვიპოვეთ. გორჯუმშიც აღარავინ აღარაა. აი ნახე. ერთი მეორეზე ლამაზი. შეხედე როგორია. ისე როგორც ბევრი რამ ესეც დაიკარგა. ამას იყენებენ ტანსაცმლის მოსაყოლებლად, მოსართავად. ან რაღაცას დააყოლებენ რომელიმე ტანსაცმელს, ან წინსაფრის ქამრად შესაკრავად იქსოვებოდა. აი ნახეთ როგორი ისინი აქ მობნული აქვს ქვეშ. ამას ფუსკული ქვია. ფუშკული. ფოჩ, რომლითაც დაბოლოვდება. აი ამის მსოველი აჭარაში აღარავინ აღარ არის. მე ძალიან ბევრი მაქვს შეგროვილი ნიმუშებად, რომ მე იქნებ ვინმე მოახერხო და თავიდან დავაწყებინო ამის კეთება. რატომაა ჩემთვის ემოციური? აჭარაში გავრცელებული სახელია ესმა. და რამდენიმეში ქსოველის სახელია გასაგები მიზეზების გამო არის ჩემთვის ემოციური. გავრცელებული სახელია ესმა და ამიტომ ქსოველმა თავისი სახელი ჩააქსოვა. და რამდენიმე ვიპოვე ისეთი, რომელშიც ესმა წერია. ჩემი ქალიშვილის სახელი და ძალიან გამიხარდა. ნახოთ სად არის? აი სადღაც წელიც ეწერა, უნდა ვნახოთ. აი მეორეც. იქ ბაღნებს რომ მკითხავ, გააჩერებ პატარა ძალიან საყვარელი ლოყებ წითელა ბავშვები ყავთ, ნამდვილი ხალასი ბავშვები და რომ შეეკითხები, ციცავ რა ქვია შენ? შევეკითხები. ასე ამოგხედავ და გეტყვის ესმა. იქ ხშირად ქვიათ ახლაც. უფროსებსაც და ბავშვებსაც. აი ნახე. ჩემს ბებიასაც ესმა ერქვა, ჩემ დიდ ბებიას. გურულ ბებიას. თალაკვაძე იყო ჩემი ბებია ასკანელი, გოგილო თალაკვაძის მამიდა იყო. 1961 ესმა. როგორი შეხამებებია, ნახე, სტაფილოსფერი და იასამნისფერი. ძალიან გემოვნებით გაკეთებული. ესენი მაგათ მარმაშებზე ჯიმფრულა მძივებით აწყობილი მოსაყოლებლებია. აი ნახე, ასე მოაყოლებენ თავიან თავსაბურავებს. შავად შეღებილი მარლებია. და ამას ასე თავსაფარს მიაკერებენ. აი მოაყოლებენ ასე. აჰა. და ასე დაამშვენებენ იმას. აი ყველა რამ სილამაზებია. ამას ფოტოშოპის ამის გამკეთებლები ჯერ კიდევ არიან. აი ეს თერაპის რაკაია. ძივებისგან. აი. რა თქმა უნდა ხელი. აი ესე მოაყოლებენ, ამას მოაკერებენ. ერთი მეორეზე ლამაზებია, ძველებია ისე. ნახე. ეგება ვინმე დავაყენო და რომელიმე ქალმა ნელ-ნელა რაღაცა აღადგინა. ძალიან დასანანია რომ ეს დაიკარგოს. რა თქმა უნდა აქ მუსლიმანური და თურქული გავლენაა დიდი, მაგრამ ახლა ხომ ქართულია. აი ნახე. ეს შუშის მძივებია სულ. თვითონ ჯიმფრულა მძივებს ეძახიან. ამას ჟირჟღილებს. რა თქმა უნდა ბზეზებს ჟღიალებს. ესენი საერთოდ ამის დაკარგვა როგორ შეიძლება? ნახე როგორი ორნამენტებია, როგორი ქართული ორნამენტია. არ მეორდება არც ერთი, რამდენიც არ უნდა ნახო, 1-200 წელი მაინც, მაგრამ არც ერთი არ მეორდება. აი ეს ნახე როგორ. თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ აი ლურჯ ახალუხს,
ან რამეს რო დააყოლებ, ასე საერთოდ ცვლის ამბავს. კაცის ახალოს, აი აჭარული ცეკვის ფორმებში რომ აქვს დაყოლებული ხავერდის ტანსაცმელებს. წესით ეს არის. ის კი ქარხნულად გაკეთებულია, მაგრამ მანამდე ასე ქსოვდნენ ხელით. მე რა საყვარლები არიან. ორნამენტში მაკრატელი ჩაუქსოვიათ, ნახე. არ არიან კუდიანები. ნახე, აგერ დაუწერიათ კიდე ეთყობა სევიე ერქვა იმ ხალს ვისი მოქსოვილიცა. რა ფერების შეხამება, ნახე. თვითონ კევფერას ეძახიან. ჟოლოსფერი და მწვანე. აბა თუ ნახავ აჭარის გარდა სად. როგორი გაბედული შეხამება. აგერ რა კიდე საფენის დაუწერია გელაძე ზექი. ნახე. გელაძე ზექი. წელი არ აწერია. მოქსოვა ბაირი, რამის სილამაზე ნახე. როგორი ორნამენტია და ბოლოში მიაწერა სახელი და გვარი. ეს ძაფებიც მათი შეღებილია. მათი დართულია და მათი შეღებილია. იმიტომ ეს ფერი არც ერთი არ მეორდება ნახე. აგერ ნახე. გადაუწერია. ხატიზე. ნოხელატუა. ეს მეორე დელამაზე. ეს ნახე როგორ. ეს უფრო მტერდი. ეს რაღაცის ნაგლები. აკადერასია. ოქროსფერი ძაფით ხავერც. შინკი. ერთი ძაფისგან ახლოს გადაღებული ძაფია დაკერებული, ეს ტექნიკაც დაკარგულია. წინსაფრის რაღაცა ნაწილი. ესენ თორე. ეს თავზე რომ ახურა ფლეჩაკი იმაზე ზევიდან გასაკეთებელი. რა მოთხოვნილება უნდა გქონდეს, როგორი სურვილი, სიფერადის, კამფეტის ქაღალდებია დაკეცილი, ნახე. ვერცხლის ქაღალდია დაკეცილი და იმითაა გაკეთებული. მასალა რო არ ქონდა. ბევრი მივეცი მუზეუმს. ფლატ და მენანა, ყველა ვერ მივეცი, მაგრამ ბევრი მივეცი. დავით, მე მგონი მე უფრო კარგად მოვული ვიდრე მუზეუმში. ყველა ორნამენტი ამოსაღებია წესით და გასაახლებელი. ყველა. ქეშტემალი ქვია მას, წინსაფარი, ქეშტემალი. აგის ერთად გამოუყენებელია, ნახე რა დაკეცილია, შეკრული. ყველა კი ვერ ქსოვდა თურმე იქაც. ხელოსნები იყვნენ, ქალები, რომლებიც ქსოვდნენ. და დანარჩენები ყიდულობდნენ. განაწილებული ჰქონდა ზოგი ქსოვდა, ზოგი კარგავდა, ზოგი სარტყლებს ქსოვდა, ნაჭრებსაც ქსოვდა. საწემ კამრებს ქსოვდა. კიდე ერთი ესმა. 6 ესმა. ამას ცალკე ვინახავ. ესმე. ვიღაცას მარტო ოქრო და ვერცხლი გონია სიმდიდრე, მაგრამ მე მგონია რომ ესეც არანაკლები სიმდიდრეა. მართალია დაკარგული, მაგრამ აინც სიმდიდრე. ამასთან დამჯდომი და ამის გამმახლებელი აღარავინ აღარ ვიცი, მაგრამ აინც. თუ არ იცნობ რა გაქვს, რას ფლობ, რა ცოდნა გაქვს, ვისი გამკეთებელი ხარ, მაშინ არც არაფერი არ ხარ შენ. ადამიანი. შენ უნდა იცოდე რა შეგიძლია და მერე გაქვს მთელი ამბიციაც, პრეტენზიაც. ამის დაკარგვა საცოდაობა იყო. ვერც ერთი ხალი ვერ ვიპოვე, ვინც ამას გხსოვს. ასე იკარგება ყველაფერი. ვითომ არაფერი, მაგრამ ამ დროს ყველაფერი. ამაზე ვდგავართ, ესაა ჩვენი. ეს რო გამოგეცლება, ეს ცოდნა ყველაფერი რო გამოგეცლება, მერე დარჩები შიშველი, უსულო, უგულო. და არავისთვის საინტერესო აღარ იქნები, გახდები ჩვეულებრივი. ისეთი ჩვეულებრივი გახდები, როგორიც არის მთელი სამყარო. რო ვეღარ იმღერებ, რო ვეღარ იცეკვებ,
რო ვეღარ მოქსოვ, რო ვეღარ შეკერავ. ეხლა არის გული მიჭუქდა. ესენი საწელე კამრების მოსართავებია. ნახე რა სიფერადია. ეს ძაფები სულ ყველა მათი შეღებილია. ბოიებში, როგორც თვითონ ამბობენ. შეხედე, ეს ტექნიკები სულ დაკარგულია. ამის გამკეთებელი აღარავინ აღარაა. გამოყვანძვის ტექნიკითაა გაკეთებული, ნახე. ან სადოღე ცხენის მოსართავია. არ ვიცი. ან ამ საწელური კართ საწელურ კამარს ხმარობს ახლა აღარავინ და აღარც ამას. ფუშკული ქვია მას, ფუშკული. რა თქმა უნდა დასაკარგავად მენანებ. როგორი მოთხოვნილება აქვს ფერის აჭარელ ქალს. რომ ასე ძაფებისგან, ასეთი ფერად ძაფებისგან ამას აკეთებ. ნახე რა სინამაზე. აი როგორი სამკუთხედია, ეთქობა ან გულისპირია შეიძლება. არ ვიცი. მაგრამ მე მენანება დასაკარგავად მებრალება, როგორც აჭარლები იტყვიან ბრალია დასაკარგავად. თვითონ ამისთვის აღარ აწუხებ ეს ამბავი და აღარავინ აღარ ხმარობს. და ეს კიდე ამაზე გული მწყდება და მისკდება რომ ეს დავკარგე. ეს ორნამენტები ძალიან ცოდვაა. ამის აკრობ. აი ამით ქსოვენ ნახე. ეგა მაგის საქსოვი იარაღი. ყავრისგან ხელით გათლილი ფირფიტებია. ამაში გატარებულია ძაფები. და ასე მოწევის ტექნიკით ამ ფირფიტებს ასრიალებენ. ძაფები რომ ერთმანეთში არ გადაიხლარდოს. დანარჩენი არ ვიცი, დაშვებიან, არ მინახავს არავინ ინტერნეტს. ძალიან მენანება. აჭარული სიმღერაც გვახალისებს. ჩვენი აკორდეონისტი, რომელიც ჩვენს კაფეში ყოველ საღამოს უკრავს ჩვენი სტუმრებისთვის. ქართულ ჰანგებს. 5-დან 7 საათამდე. თუ გვესტუმრებით, დაგვიხარდეთ.